მოგესალმებით მეგობრებო, გავავსეთ საწვავის ალბზი და გავეშურეთ ვიდეოს გადასაღებად. დღევანდელი ჩემი მოტოვლოგი იქნება ცოტა განსხვავებული, რადგან უკვე ქალაქ გარეთ ვაპირებ გასვლას და მხოლოდ თბილისში არ ვიმოძრავებ. დღეს გადავწყვიტე, რომ კახეთისკენ გავემართვა და მაინტერესებს ამ ხელაგზაზე პირველად მივდივარ ამ ბაიკით და რამდენად კომფორტულად გამიჭირდება თუ არა ამ ხელაგზაზე სიარული ან დავიღლები თუ არა. ბევრი რამ მაინტერესებს, გზაში როგორი იქნება და მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენს გაგიზიაროთ, პირადი გამოცდილებით რაღაცები გირჩიოთ და გითხრათ საერთოდ ღირს თუ არა სპორტ ბაიკით ესე ერთი დღე ჩასვლა და ჩამოსვლა ამ ხელაგზაზე. გამოსვლის წინ გეგმაში მქონდა რომ დილით უნდა გამერეცხა ბაიკი და წამოსულიყავი სუფთა ბაიკი. გზაში იქნებ რამე შემხვდეს და იქ გავრეცხოთ და მასაც აღმოჩნდა გზაში დავინახე ხა სამრეცხაო რომელიც ძალიან გამიხარდა. ეხლა მივალ გავრეცხავ გავასუფთავებ. გავაკრე და ლამაზი ადილი კი ვნახე, მაგრამ ჩემი კამერის გადამკიდე ბევრი რამის გადაღება ვერ შევძელი. საკმაოდ მალე ჯდება ელემენტი და უნდა ვიზრუნო მაგ საკითხზე სასწრაფოდ რომ ელემენტი შევცვალო ან ბაიკზე რომ შევცვალო დატენვა ხოლმე ეგ იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან სადმე რომ გავდივარ და კამერა დიდხანს მაქვს ჩართული, სამწუხაროდ მალე ჯდება და ვერ ვასწრებ იმ ყველაფრის გადაღებას, ესე გადაღებას მინდა. ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი ვიდეოთან დაკავშირებით, ამას ვხვდები და ვცდილობ ნელ-ნელა ყველაფერი გამოვასწორო. იმედია არ იყო მოსაწყენი სანახავი ეს ვიდეო და შემდეგზე უფრო საინტერესოს და უფრო კარგ ვიდეოს გპირდებით. ნელ-ნელა ჩემ შეცდომებზე ვსწავლობ თუ რეები უნდა გამოვასწორო და რას უნდა მივაქციო ყურადღება. ასე რომ გემშვიდობებით ეხლა და ყველას გირჩევთ რომ წახვიდეთ. რავი, ძალიან განიტვირთებით და ძალიან გესიამოვნებათ ბაიკით შორგზაზე სიარულით. საერთოდ არ დავხვდი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ სპორტი არაკომფორტულია და წელი შეიძლება გეტკინოს და აიღალო ძალიან და ასე შემდეგ. საერთოდ არ მიგრძნია არც დაღლა, არც წელის ტკივილი, პირიქით ძალიან დასიამოვნები ვარ. და უკვე ერთი სული მაქვს შემდეგ ტურს როდის გავგეგმავ და როდის გავალ კიდევ ქალაქიდან. ალბათ წარმატებები ყველას დროებით.